სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყოველ ადამიანს და ერს გააჩნია ესეთი თვისებები რომელიც არ გააჩნია სხვა ადამიანს ან სხვა ერს ჩვენი თვისება უარყოფითი თვისება არის ის რომ ჩვენ არ ვაფასებთ დროს დროის უზურპასესი რამ არის რომელიც უფალმა მოგვანიჭა და ჩვენ და ვიცოდეთ დროს ფასი ჩვენ და ვიცოდეთ რომ უკმად გავლილი დრო დაკარგულია და შეიძლება წოდვადაც დაგეწერას ეს შეიძლება კი არა ნამდვილად წმინდა მამა ანტონი დიდი და სხვა წმინდა მამები ევედრებოდნენ უფალს როგორ ვიცხოვროთ რა ვაკეთოთ ან საერთოდ ვაკეთოთ რამე თუ მარტო მივეცოთო და მათ გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა ორო et laboro ლათინურად არის ეს ნათქვამი ორო et laboro ილოცე და იშრომიო და ამიტომ იყო რომ წმინდა მამები შრომობდნენ უდაბნოში მოღვაწეობდნენ მაგრამ ამავე დროს შრომობდნენ ხრებდნენ ლერწამს და კალათებს ხშირ შემთხვევაში კალათებს აკეთებდნენ და იმით არსებობდნენ რომ არ ჩაეთვალეს მათ რომ სხვის პასზე ცხოვრობენ არსებობენ მე მინდა დღეს ორიოდე სიტყვით შეგახსენოთ თქვენ იმის შესახებ თუ როგორი განრიგი უნდა გქონდეთ ოჯახში სახლში უპირველეს ყოვლისა ესაც ჩვენი თვისებაა რომ დიდხანს ვწევართ ჩვენ გვიან დგება ქართველი ადამიანი აი ნახოთ თუნდაც ევროპაში სხვა ქვეყნებში სამსახური იწყება 6 საათზე ან სულ 7 საათზე ესე იგი უნდა ადგეს სადღაც 6:30-ზე ან 5 საათზე რომ მოასწროს სამსახურში მისვლა ვინც ადრე დგება მას უფალი აძლევს მადლსა და სიუხვეს
მაგრამ ვინც ადრე დგება, ის ადრე უნდა დაწვეს. სულგიან 10-11 საათზე. შეყავდა დიდი პიროვნება აკადემიაში, გამოცდილი ადამიანი, დიდი მეცნიერი, ვარა დოქტორსოვი და ის ამბობდა 1 საათი შუაღამემდე უდრის 2 საათსა შუაღამის შემდეგ. იმდენად ძვირფასია დასვენება შუაღამემდე, დაძინება შუაღამემდე. ძალიან კარგი თვისება და წესი არის იმ ოჯახში, როცა ოჯახი ერთად ლოცულობს, დილის ლოცვებს, ან საღამოს ძილის წინ ლოცვებს ერთად კითხულობენ, ან ერთი კითხულობს და სხვები უსმენენ. ეს ჰკრავს ამთლიანებს ოჯახს და მადლს, დიდ მადლს და სიხარულს ანიჭებს მათ. ერთმანეთი უყვარ და უხარიან ერთმანეთის შეხვედრა და ერთმანეთთან შეხვედრა. აი ამიტომ მე მინდა ყველას გირჩიოთ, რომ დავწვეთ ადრე, არა უგვიანეს 11 საათზე და ავდგეთ 6 საათზე, როცა უნდა წავიკითხოთ პირველი 6 საათის ლოცვა. და მე ასევე მინდა ურჩიო ჩვენს ერს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შრომას. ზოგიერთ შრომა მიაჩნია რაღაც დამცირებად, თითქოს დამცირებული ადამიანი, რომელიც ფიზიკურად შრომობს. როცა უფალი ბრძანებს, რომ ოფლითა შენითა ჭამეს პური შენი, ეს სასჯელი კი არ არის, ეს არის ლოცვა კურთხევა. აი ამიტომ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთი და იქ უნდა მოიყვანოს წვანილი და ნაყოფი. ეს მოგცემ თქვენ დიდ სიხარულს და მადლს. ღმერთმა დაგლოცო და მოგანიჭოთ თქვენ მადლის სულისა წმინდისა, რომ ილოცოთ და იშრომოთ სადიდებელად ღვთისა და სასარგებლოდ თქვენი სულისა და ხორცისა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.